დილა მშვიდობის, მოგესალმებით იმედის დილის სტუდიიდან. თქვენ ახლა მოისმინეთ და ნახეთ ძალიან საინტერესო ნიმუში, ეს გახლავთ ლეჩხუმური შრომის სიმღერა ბიჭებო ვთოხნოთ სიმინდი. თავისი მუსიკალური წყობით, ჰარმონიული ენით, მრავალხმიანობის ფორმით, შეიძლება ითქვას ის ლეჩხუმური მუსიკალური დიალექტის ტიპიურ ნიშან-თვისებებს ატარებს. სიმღერა სამხმიანია, ის ორპირულად სრულდება და ჩვენ შევეცადეთ ის ოდნავ განსხვავებული ორიგინალური ფორმით წარმოგედგინა აქვე იმედის დილის სტუდიაში შრომის პროცესის იმიტაციით, ანუ ვცადეთ მაქსიმალური რეკონსტრუირება მოგვეხდინა იმ გარემოსი, სადაც ეს ნიმუში იქმნებოდა და სრულდებოდა. ეს ყველაფერი თქვენ წინაშე ეთნომუსიკის თეატრმა მთიებმა წარმოადგინა და დღეს მე სტუმრად მყავს მთიების ხელმძღვანელი, ჩემი კოლეგა, ეთნომუსიკოლოგი გიგი გარაყანიძე. მომბრძანდი გიგი. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. ორი სიტყვით კიდევ ერთხელ აი ამ ლეჩხუმურ შრომის სიმღერაზე. რაც შეეხება ამ ლეჩხუმურ სიმღერას, როგორც უკვე აღნიშნეთ, საკმაოდ საინტერესო ნიმუშია და საინტერესოა პირველ რიგში იმითი, რომ ახლა კრიმანჭული პარტია, რომელიც თქვა უფრო მეტად გურულ სიმღერებს ახასიათებთ, აი ლეჩხუმურ სიმღერაშიც საინტერესო ფორმით არის წარმოდგენილი რაღაც თავისებურებით, ხო? ასევე ამ სიმღერაში ჩანს თქვა კიდე ის სხვაობა, რაც ასევე ლეჩხუმურს ახასიათებს მხოლოდ რომ ორპირულ სიმღერებში ორ გუნდად რო სრულდება სიმღერა, მეორე გუნდი აუცილებლად იმავე ტექსტს იმეორებს ხოლმე. ხო, ფოლკლორში, ზოგადად ქართულ ფოლკლორში და ლეჩხუმურში ორივე გუნდი სხვადასხვა სიტყვებს ამბობს. აი სიმღერა შრომის პროცესში სრულდებოდა თოხნისასაც, როგორც ჩანს და ასევე სიმინდის რჩევისას. როგორც აი ახლა ვაჩვენეთ ჩვენ. კი ბატონო. და თვითონ კონკრეტულად ეს ნიმუში საინტერესოა იმითი კიდევ რომ ეს არის ჩაწერილი ფრანგი ეთნომუსიკოლოგის მიერ ივეთ გრიმოს მიერ, რომელიც 67 წელს იყო და გრიგოლ ჩხიკვაძესთან ერთად მოიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მათ შორის ლეჩხუმიც და უამრავი ძალიან საინტერესო ნიმუში აქვს ჩაწერილი. და საინტერესო კიდევ იმითაა რომ ეს მისი ჩაწერილი ნიმუშები საქართველოში არ მოიპოვებოდა წლების მანძილზე. ნუ შეიძლება 10 წლეულებიც თქვა. მის პირად არქივში იყო დაცული. საფრანგეთში და მე 90-იანი წლებიდან ნელ-ნელა გამოჩნდა ჩვენთანაც. თვითონ ედიშერ გარაყანიძემ ჩამოიტანა 91 წელს გერმანიიდან რაღაც ნაწილი. აი ახლა ბატონ ანზორს უკვე გადასცეს ერქომაიშვილს ეს ფონდი, ასე ვთქვათ, არქივი და უკვე შეგვიძლია ქართველებს თამამად მოვისმინოთ და გამოვიყენოთ, გავაცოცხლოთ აი ეს ფოლკლორი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, მიძინებული. იგი მე ვიცი რომ შენ მეორე ნიმუშიც გაქვს მომზადებული, ასევე ძალიან საინტერესო. ორი სიტყვით ამაზე ვთქვათ. ვიდრე შევთავაზებდეთ იმედის დილის მაყურებელს. მეორე ნიმუში უკვე იქნება გურული მაყრული, რომელიც სხვადასხვა ვარიანტებით არის ცნობილი, ახლა იქნება ჩოხატაურის ვარიანტი, რომელიც ედიშერ გარაყანიძის მიერ არის ჩაწერილი, სხვადასხვა შორის გერმანელ ეთნომუსიკოლოგ სუზანა ციგლერთან ერთად 92 წელს და საინტერესოა თავისებურად, თავისთავად, ხა ეს მაყრული, გურული მაყრული მოგეხსენება ბევრი გურული ორპირული სიმღერის წყაროა, ასე ვთქვათ. უკვე შემდეგ წმინდა სიმღერებად ქცეული მრავალი სიმღერა. მაგრამ თქვენთან საცეკვაო ფორმით ცეკვასთან ერთად ასე ვთქვათ არის წარმოდგენილი. აი რაც შეეხება თვითონ მაყრულს, მის დანიშნულებას ყოფაში, საინტერესოა ის, რომ ესე იგი ქორწილში, ну ზოგადად ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საქორწილო სიმღერა. თუმცა საინტერესო ის არის თვითონ ქორწილში, სხვადასხვა მომენტში ქორწილის მიმდინარეობისას სხვადასხვა მაყრული სრულდებოდა. აი ეს მაყრული სრულდებოდა, როდესაც უკვე ვაჟის ოჯახში შედიოდა მაყარი, მეფე პატარძალი და უკვე ასე ვთქვათ, საზეიმოდ იხსნებოდა ქორწილი და ცეკვაც იქვე იმართებოდა. ძალიან კარგი. შევთავაზოთ მაშინ ეს საინტერესო ნიმუში, გურული მაყრული, ეთნომუსიკის თეატრ მთიების შესრულებით. გთხოვთ.
დიდი მადლობა მთიებს. დღეს ამით დაგემშვიდობებით. საუკეთესო დღეს გისურვებთ. გიყვარდეთ ქართული სიმღერა და გემღერებოდეთ.